დიახ, მე მაქვს საბუთი, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან წამოვიდა. სამარცხვინოა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს დამალა. ვუჰანის ლაბორატორიამ, როგორც ვირუსის შესაძლო წყარომ, პანდემიის პირველივე ეტაპზე გაიჟღერა. იყო გამოძიების მასალებიც. დაზვერვის გამოძიებამ გამოავლინა, რომ კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. მასალები მკაცრად საიდუმლოა, ჩვენთვის კი სანდო წყაროებიდან გახდა ცნობილი. ინფორმაციამ გაჟონა, თუმცა თეთრმა სახლმა და ჯანმომ მაშინვე გააჩვენეს. მიზეზი მხოლოდ ახლა თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ გაცხადდა. გაირკვა, რომ კოვიდის ვირუსი Deep State-ის პროექტი იყო და USAID აფინანსებდა. ცენტრალური დაზვერვის გამოძიების თანახმად COVID-19 ვირუსი ბუნებრივი მუტაციის შედეგი არ იყო. ის ვუჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნეს. დაზვერვის მასალები, რომ COVID-მა ვუჰანიდან გაჟონა, ბაიდენის ადმინისტრაციასაც ჰქონდა, თუმცა ხალხს დაუმალეს. პრეზიდენტ ტრამპს კი კონსპირაცია დააბრალეს. ამას ფარდა ჯონ როკლიფმა, ცენტრალური დაზვერვის ახალმა შეფმა ახადა. რატომ დაბლოკა ბაიდენმა და USAID-მა ვირუსის წარმოშობაზე ინფორმაცია? იმიტომ, რომ ვუჰანში ის სწორედ USAID-ის დაფინანსებით შეიქმნა და შემდეგ დაუდგენელი გზით გაჟონა. ილონ მასკი, რომელსაც დღეს ტრამპის მთავრობის ოპტიმიზაცია აბარია და ყველა სააგენტოზე აქვს წვდომა, თავის პლატფორმა X-ზე წერს, რომ USAID ბიოლოგიური იარაღის კვლევებში იყო ჩართული და COVID-19 ვირუსის შექმნაც ვუჰანს მან დაუფინანსა, რაზეც ამერიკელი ხალხის ფული $30 მილიონი დახარჯა. COVID პანდემიამ 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 700 მილიონი კი დაავადდა. ქალბატონო პაულო, დააფინანსა თუ არა USAID-მა ჩინეთში COVID-19-ის შექმნა? ჩვენ არავის ვაფინანსებთ იმისთვის, რომ მათზე კონტროლი მოვიპოვოთ. მე გკითხეთ, დააფინანსეთ თუ არა კორონავირუსის შექმნა ვუჰანში? სანამ დირექტორად დავინიშნებოდი, ჩინეთში ფინანსდებოდა კვლევითი პროგრამა, რომელიც 2019-ში დასრულდა. დიახასია და ვუჰანის ლაბორატორიაც, საიდანაც პანდემია დაიწყო, ამ პროგრამის ნაწილი იყო. ასევე მაინტერესებს, დააფინანსა თუ არა USAID-მა ჩინეთში სამხედრო სამედიცინო კვლევებიც? არ ვიცი, არ მახსოვს, უნდა ვნახო. სწორი პასუხია. დიახ, თქვენ დააფინანსეთ ჩინეთში სამხედრო სამედიცინო კვლევები, რაზეც დეტალურ ინფორმაციას ვითხოვთ USAID-დან და ვერ ვიღებთ. 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში ამ ვირუსის გამო. არ უნდა ვიცოდეთ, რა იყო ამაში ჩვენი დაფინანსების წილი. ეს პროგრამა 2019-ში შეწყდა. დიახ, და მომდევნო წელს პანდემია დაიწყო. ზუსტად ვიცით, რომ ვუჰანი COVID-19-ის შესაქმნელად თქვენ დააფინანსეთ. თუმცა გვაინტერესებს, კიდევ რა ვირუსები გაქვთ შეკვეთილი და რა ინფორმაციას მალავთ. ჩვენ ასობით დოკუმენტი მოგაწოდეთ ამ პროგრამაზე თქვენი მოთხოვნის პასუხად. თქვენ ხართ მატყუარი, ფურცლის ნაკუწიც კი არ მოგიციათ. ცხადია არ მისცემდნენ, რადგან ირკვევა, რომ ბიოლოგიური იარაღის კვლევები COVID პანდემიის დროსაც გრძელდებოდა. USAID $10 მილიონი პროგრამებს აფინანსებდა ვუჰანში მას შემდეგაც, რაც COVID პანდემიამ იფეთქა. ჩინეთშივე დააფინანსეს ბიოლოგიური იარაღის კვლევები. USAID არის სააგენტო, საიდანაც წლებია ნაცმოძრაობა, ნაცმედია და ნაცNGO-ები ერთადერთი მიზნით ფინანსდებიან. ჩამოაგდონ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და Deep State-ს ქვეყნის სადავეები გადასცენ. ტრამპის განკარგულებით USAID-ში გამოძიება მიდის და ამ მიზეზით მეორე თვეა გაჩერებულია. თუმცა მეხუთე კოლონა არ ჩერდება. იმედს არ კარგავს, რომ პატრონი ძვალს ისევ გადმოუგდებს. სააგენტო, რომელიც ხალხის დასახოცად 30 მილიონით აფინანსებდა COVID-19-ის შექმნას და ეს მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი 30 მილიონს პანდემიის ფონდს ხალხის გადასარჩენად სწირავდა. ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც
ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომელიც იქ სადაც ქვეყანა სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება. სანამ Deep State-ს მიეყიდებოდა, სიკეთესაც ხედავდა და აფასებდა კიდეც. დღეს კი კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია და მეტი სანქცია ივანიშვილსო ყვირის. ჩვენ ყველანი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ბიძინამ დაკარგოს ფული, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის, დაკარგოს ძალაუფლება, რომ არ კონდეს შესაძლებლობა აი ასე იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე. ივანიშვილი, რომელმაც 3 მილიარდზე მეტი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა, მოძალადე ყოფილა. ხოლო USAID და Deep State, რომელმაც COVID-19 დააფინანსა და შედეგად ხალხის მასობრივ ჟლეტვას მისცა ბიძგი, ქართველი ხალხის მეგობარი. საქართველოს პარლამენტმა შემოაბრუნა რუსული კანონი უცხო აგენტების შესახებ. როგორ აისახება ეს USAID-ის მიერ დაფინანსებულ NGO-ებზე? ჩვენ ნანახი გვაქვს რუსული კანონის შედეგების სხვა ქვეყნებშიც. ეს არის კორუფცია, ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიას. შეეცადნენ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნათ რაღაც ბუნდოვანი გარემო, მათ შორის თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეას. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ფარასთან დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოს. არც თუ გასაკვირად, ტრამპი თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღიდან USAID-ის დახურვას ცდილობს. სააგენტოს უკვე ჩამოხსნეს აბრა და ლოგო. არსებობის დამადასტურებელი ყველა სხვა ნიშანი. თუმცა ნეოლიბერალები და Deep State ყველაფერს აკეთებენ, რომ კონტროლი შეინარჩუნონ. აწყობენ ქუჩის აქციებს, ჩივიან სასამართლოში, ბლოკავენ საპრეზიდენტო განკარგულებებს. რას ერთ-ერთი რუსულად წინჯავენ მიკროფონს USAID-ის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ჩინეთში ბიოლოგიური იარაღის კვლევებს აწარმოებს. რადიკალური სიგიჟე, როგორც მას პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს. USAID-ს რადიკალი გიჟები მართავენ. მათ ჩვენ გავყრით და შემდეგ გადავწყვეტთ რა ვქნათ. ჩვენ გავყინეთ USAID-ის პროგრამები, რადგან სხვანაირად არ მოგვეცა ამ პროგრამებში ჩახედვის საშუალება. USAID-მა უარი გვითხრა ინფორმაციის მოწოდებაზე, ვინ ფინანსდებოდა და რა მიზნით. სხვა სიგიჟეებს შორის დაფინანსდა ქართული ოცნების ჩამოგდების 4 მცდელობა, ნაცმოძრაობის მეხუთე კოლონის გამსხვილება და წვრთნები რევოლუციის მოსაწყობად, რასაც არჩევნებზე სამოქალაქო ზეწოლა დაარქვეს და 42 მილიონით დააფინანსეს. ეს პროგრამები დღემდე მოქმედია. ორი კვირაში ილონ მასკის ჯგუფმა USAID-ის პროგრამებს შორის აღმოაჩინა გვატემალაში სქესის შეცვლის პროგრამა, ავღანეთში ოპიუმის მოყვანისა და ჰეროინის წარმოების პროგრამები, ალ-ქაიდას მებრძოლთა კვებისა და პრეზერვატივებით მომარაგების პროგრამები და ასე შემდეგ, რაზეც $10 მილიონი დახარჯული. ამ ფონზე კი დემოკრატთა ლობი სენატში მასკის ჯგუფის დაბლოკვას ცდილობს. სწორედ USAID-ის შეფი და Deep State-ის სხვა მოხელეები ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიულ უკუსლაში. ადებდნენ მას სანქციებს. თავად კი ანტიჰუმანურ და უკანონო კვლევებს აფინანსებდნენ. ივანიშვილის და ქართული ოცნების კორუფციაზე საუბრობს USAID-ის შეფი. როდესაც აღმოჩნდა, რომ პროგრამებზე გაცემული დაფინანსების 80%-ს უკან ჯიბეში იბრუნებდა. აღმოჩნდა, რომ ფული დანიშნულების ადგილამდე 4 კონტრაქტორის გავლით მიდიოდა და შედეგად ბენეფიციარამდე თანხის მხოლოდ 20% აღწევდა. 80% კი ბიუროკრატების ჯიბეში ილექებოდა. ასე რომ გამჭვირვალების კანონი ამ კორუფციულ კოჰორტას საკუთარი ლუსტრაციის გამო უფრო აფრთხობდა. თორემ ნაც NGO-ებს ფული რომ რევოლუციის მოსაწყობად ერიცხებოდა, საქართველოში ისედაც ყველა მიცოდა. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობითა და იმ ქმედებებით, რომლებიცაც ქართული ოცნება დემოკრატიას ძირს უთხრის. ვამზადებთ სანქციების დამატებით პაკეტს, რომელსაც უახლოეს კვირებში დავაწესებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ კვირაშია შესაძლებელი. უნდა დარწმუნდე, რომ ამ სანქციებს კანონის დაცვით აწესებ. ამაზე დღე-დაღამ მუშაობთ. ახლაც კი, როცა ჩვენ საუბრობთ. არ დასცალდათ. ამერიკელმა ხალხმა თავის ბლინკენ-ბაიდენიანად მილერიც ისტორიას ჩააბარა. თუმცა Deep State-ის ევროპის ფილიალი ისევ აქტიურია და ნაცმოძრაობაც ახლა ამ ხავსს ეჭიდება.
ოპოზიცია კი ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის ისევ გარეთ ახმარებას ეძებს. გამოსავლისეთის გვარამია ჯაფარიძე ამჯერად სტრასბურგში გაემგზავრნენ დასასჯელთა სიებით და მორიგიანტის სახელმწიფოებრივი გეგმით. სანქციები თვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქონების დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვებს. თავს ხომ არ იგდებ საფრთხეში. ხوار გავჩერდე და ხوار მიუშვა ნაციონალურ მოძრაობად აბოლასთან ერთად. თავისუფალი მედიასთან ერთად და ხوار დავაბორნოთ უკან სააკაშვილი. ამას მეკითხებით, ხო? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. ეს აღარ მოხდება. ვერც ნაცმოძრაობა დაბრუნდება. ვეღაც Deep State-ი უბრძანებს საქართველოს სხვის ომში ჩაბმას და თვითგანადგურებას და ვერც სანქციები შეაჩერებს ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის მიმდინარე პროექტებს შორის ყველაზე მეტი გარემოსა და ბუნების დაცვას ემსახურება. ერთეულ ადამიანებს ჰქონდათ ჩემი ინფორმაციით მსგავსი პროექტები გაკეთებული მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში და მათი სახელი დღემდე შევიდა როგორც ოქროს ასრულებით, მას შორის იყო თეოდორ რუზველტი, რომელიც მას ამერიკაში საერთოდ შეცვალა ხედვა ბუნების მიმართ და დაიწყო დაცვა. რა თქმა უნდა, სანქციების მიზანი არის სწორედ ის, რომ მას აღარ ქონდეს საშუალება აკეთოს ის კეთილი საქმეები, ის ხელმოქმედება, რომელსაც ის ახორციელებს, ეს რა თქმა უნდა არ უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკას, მათ შორის უკავშირდება ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის იგივე ეკონომიკური კრიზისის განხორციელებას და მათ კარგად იციან, რომ ისინი არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ არ შეიქმნა ან ეკონომიკური კრიზისი, ან პოლიტიკური კრიზისი, არეულობა, დესტაბილიზაცია, მას სხვაგვარად ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს. ამის საპირისპიროდ ივანიშვილის ყველა ეკოლოგიური პროექტი გარემოს დაცვასთან ერთად გამიზნულად მიმართულია ტურიზმის და ხალხისთვის ტურიზმიდან შემოსავლების ზრდისკენ. მაგალითად ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ან თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც ფონდმა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აწარმოა, რაც ხელს უწყობდა აღნიშნული დაცული ტერიტორიების ვიზიტორების ნაკადის ზრდას და იმის შესაძლებლობას, რომ ამ დაცულ ტერიტორიებს გასჩენოდა დამატებითი შემოსავლები. ამის მისაღწევად ვაშლოვანის ნაკრძალში რჩევებისთვის დაცული ტერიტორიების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მიიწვიეს და შესაბამისი დიპლომიც მიიღეს. დიპლომის მქონე დაცულ ტერიტორიებს აქვს ის, რომ მოსახლეობის ჩართულობა და მოსახლეობის სარგებელი გასცდეს მარტო იმას კი არა, რომ ვინც ვიღაც მუშაობს, თქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერია ხელფასილებს, ხო? ამ ფარგლებს გამოსცეს და მის ფარგლებს გარეთ მოხდეს ეკონომიკური სარგებლის, ასე ვთქვათ, გენერირება და განაწილება. ვაშლოვანი კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ალაზანსა და იორს შორის არის მოქცეული და ამის მიუხედავად მისი დიდი ნაწილი უდაბნოა, თუმცა მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. მათი ერთი გამოვლინება ტალახის კრატერებია. წლების წინ ვაშლოვანში კავკასიური ლეოპარდი გამოჩნდა. მას ნოე დაარქვეს და ეს ფართოდ გაშუქდა. შედეგად ვაშლოვანის ტურისტული და სამეცნიერო მიზიდულობა გაიზარდა. ეს იყო დასტური, რომ ლეოპარდის მცირე პოპულაცია თუშეთის მთებში ჯერ ისევ არსებობს და ნოეც იქიდან ჩამოვიდა. ნაჩხუბარი იყო, ყური ქონა გაგლეჯილი და მათ ესეთი ცხოვრების წესი აქვს, მამრები ჩხუბობენ და შესაბამისად ის მამრი, რომელიც იმარჯვებს, რჩება იმ ტერიტორიაზე და ის მამრი, რომელიც მარცხდება ამ ორთა ბრძოლაში, გადის ამ ტერიტორიიდან. აი ესეთი დამარცხებული მამრი ინდივიდი შემოვიდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ლეოპარდი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. თუმცა მის გარდა ვაშლოვანში 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, ქვეწარმავლისა და თევზის ფართო ნაირსახეობაა. მათთვის საარსებო გარემო და ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა ფონდმა ქართულ შექმნა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ლაგოდეხის და ვაშლოვანის პარკებზე, რომელიც იცით თქვენ უნიკალური სივრცეებია, მათ შორის ძალიან დიდია დაინტერესება ტურისტების, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების, აქაც მილიონობით თანხა იქნა ჩადებული ფონდი ქართუს მიერ. ლაგოდეხის ნაკრძალს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ის 1912 წელს დაარსდა და ამიერკავკასიაში პირველი დაცული ტერიტორიაა. დღეისთვის 25,000 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. საოჯახო სასტუმროების, კაფე-რესტორნების, გიდების და საცხენოსნო ტურების სახით. ერთი პოპულარული მარშრუტი შავი კლდეების ტბას მოიცავს.
ქართუს მზრუნველობის გარეთ არც თუშეთის დაცული ტერიტორია დარჩენილა, რომელიც ყველაზე დიდი ნაკრძალია და ეკოლოგიის გარდა ეთნოგრაფიასაც მოიცავს. ეს კესელოს თუშური კოშკებია, რომლებიც ომალოს გადახურებს და თავისი კონსტრუქციით უნიკალურია. ცენტრალური ელემენტი არის შუა კერი, რომელიც თავის მხრივ ჰორიზონტალურ ჭრილში აი ამ ქალთა და მამაკაცთა აი ამ სტრუქტურულ აი ამ საწყისების მიხედვით ორად ყოფს. ეს არის ქალების მხარე შიგითა, დიაცების ადიაცოს ვეძახით. ასე იყო გაყოფილი და არ არღვევდნენ საზღვრებს. ისევე როგორც სხვა ნაკრძალები, ფონდ ქართუს ძალისხმევით თუშეთშიც უამრავი ფოტოხაფანგია, რომლებიც ცხოველთა მიგრაციაზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევა და ბრაკონიერების გამოვლენაშიც ეხმარება რეინჯერებს. ბიომრავალფეროვნების გადაშენება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ქართულ ფონდის მონაწილეობა დაცული ტერიტორიების განვითარებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად ფასდაუდებელია. აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, ასეთი დაცული ტერიტორიების გაფართოება კიდევ ერთხელ ხელ შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ერთი რაც თუშეთში ტურიზმს აფერხებს რთული გზაა. ქვეყნის ყველაზე მაღალ ნიშნულზე მდებარე სერპანტინი სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალომდე 70 კილომეტრზე გრძელდება. გზა ვიწროა და შემხვედრი ავტომობილის გვერდის ავლა რთული და სახიფათოა. ამიტომ ქართულ ფონდის კვალად თუშეთის განვითარებაში სახელმწიფოც ჩაერთო. ყველაზე რთული ეს მონაკვეთი არის. ზემოთ უკვე კარგი გზა არის, მუშაობდნენ. კარგად იმუშავეს, გაფართოვეს გზა, უფრო მალე წავალთ. ტურისტისთვისაც არ იქნება სახიფათო ეს ყველაფერი. ბევრი ტურისტი არის, რომ გზის გამო არ მოდის, თავს იკავებს. ეხლაც ერთი მანქანა დარჩა, რომ თავი შეიკავა, რომ ეშინოდა ტურისტებს და მაგიტომ არის საჭირო, რომ თუშ ხალხს უფრო დაგვიდნენ გვერდში. სამუშაოები 2026-ში უნდა დასრულდეს, რაც თუშეთს მეტ ტურისტსა და შემოსავალს მოუდანს. ქართულ ფონდის ძალისხმევით ეს ეფექტი უკვე სრულად იხილა აჭარამ. როგორც მსოფლიოში გამორჩეული სასტუმროსა და მუსიკალური ცენტრის მიზიდულობის სახით, ასევე ეკოლოგიური პროექტებით და პირველ რიგში განახლებული ბათუმის ბოტანიკური ბაღით. ბათუმის ბოტანიკური ბაღის იდეა 1888 წელს ჩაისახა, როდესაც მწვანე კონცხს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის ხომალდი მიადგა. ბათუმში მან მხოლოდ ერთი დღე დაჰყო და ეგზოტიკური პარკის შექმნა ჩაიფიქრა. მომდევნო წელს ბათუმში ფრანგი სპეციალისტი დალფონსი მიიწვიეს და ამჟამინდელი ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის გაშენებაც დაიწყო. ამჟამად ბაღი 5500 ჯიშის მცენარეს მოიცავს და მათგან მხოლოდ 120-ია კავკასიური. ბაღი 107 ჰექტარზეა გაშლილი და 3 პარკს, ასევე 9 ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებას აერთიანებს. ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმში არის განთავსებული და რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, როგორც ცნობილი არის უძველესი და უმდიდრესი თავისი კოლექციით, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ რეგიონში ზოგადად. ქართულ ფონდის ძალისხმევით განახლდა ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკა, საჰერბარიუმო ფონდი, სათესლე და სანერგე მეურნეობები. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაში იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები პრაქტიკულად რომლებისთვისაც სახელმწიფოს არ ეცალა და სწორედ ქართულ ფონდი იყო, რომელმაც წლების განმავლობაში ჯამურად თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღებისთვის 30 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქველმოქმედო მიზნებისთვის. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული ოჯახები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ფონდმა ქართულ მათთვის ბაღის გარეთ საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, რაც 4 მილიონი დაჯდა. ბათუმის და თბილისის ბოტანიკური ბაღები იშვებული იყო, მიტოვებული იყო. დაიწყო რეაბილიტაცია, განახლება ამის. ეს არის, როგორ გითხრათ რა, ეპიცენტრია ტურიზმის. სადაც ჩამოსული ტურიზმი მას არტოვებს. ძალიან დიდი საქმეა. ყველა პროექტი ნებისმიერი აქ არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ქვეყნისთვის პირველ რიგში გეუბნები. ნებისმიერი, ახ არ არის დიდი და პატარა პროექტი. ყველა საკ თავისი მნიშვნელობა აქვს.
ბათუმის მოვლილი და განახლებული ბოტანიკური ბაღი თვალში სააკაშვილს და ნაცბანდას მოუვიდა და დასაკუთრება მოისურვეს. თუმცა ივანიშვილთან ეუხერხულად და გარიგება შესთავაზეს. სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, მე ბათუმის მოაბა მაგას. გინდა თბილისის საერთში, გინდა ბათუმის. თვითონ მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მე მეორე კუთხიდან მივუდგა, მოკლედ ახლა ბევრი ვარ გავაგრძელო მაგაზე, გადმომირეკა რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას, მე ვთქვი მე არ მივიღებ, მაგრამ თუ შევხედე რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ ამათ ფუნქცია შეიძლება დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში მივიღებ, ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე ისევ სახელმწიფოს დაუბრუნებ საჩუქრად. ამის მიუხედავად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ცალკეული მონაკვეთები ჩუმად მაინც დაისაკუთრეს. რეესტრში არ ჩანს, თუმცა ბათუმელებმა იციან, რომელია იქ გიგი უგულავას ნაკვეთი და ზედ განთავსებული ისტორიული შენობა. ბათუმშივე ფონდ ქართუს ძალისხმევით მოწესრიგდა ახალგაზრდობის პარკი, ნურის ტბა, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. განუზომლად უფრო მასშტაბური შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის პროექტი გამოდგა, რომლის გაშენებას ასობით წელი სჭირდებოდა. ივანიშვილმა კი უკვე გაზრდილი, ასწლოვანი ხეები გადაიტანა და დარგო. თუმცა რაც უფრო მასშტაბურია ივანიშვილის ქველმოქმედება, მით მეტია ნაცმოძრაობისა და მისი პატრონების წინააღმდეგობა. აღმოჩნდა რომ ჩაქვის ტყეში ათობით ნარგავი ისე გაჩეხეს და 600 წლოვანი ქაფურის ხე ისე ამოთხარეს რომ ნებართვა გაცემული არ იყო. სინამდვილეში ეს ხეები ივანიშვილმა მოჭრას გადაარჩინა, რადგან ისინი ჩაქვის გზის მშენებლობას ეღობებოდა. აჭარის მთავრობის თხოვნით ჩაქვის გზაც ქართულ ფონდმა 3 მილიონი დოლარით დააფინანსა, ხოლო პროექტში მოსაჭრელად გათვალისწინებული ხეები ამოთხარა და დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა, სადაც დღემდე თავს საუკეთესოდ გრძნობენ. ისევ ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერს ხეები ამჯერად ჩვენი ფულით გადააქვს. იმის გამო რომ ქვეყნის დე-ფაქტო მართოს შერჩეული ხეები დღემდე გზა არ მიდის, ის გაყავთ და თან ბიუჯეტის ფულით. ხეების პარკში გადასატანად გზების გაყვანა მართლაც გახდა საჭირო, რაც ფონდ ქართუს 5 მილიონი დაუჯდა და მხოლოდ ერთჯერადად გამოიყენა. მას შემდეგ კი გზები ხალხის სარგებლობაშია. მაგალითად, ოზურგეთი ურეკი ნატანების გზატკეცილი, ასევე ბეტონის გზა სოფელ წვერმაღალაზე, სასოფლო გზები ციხისძირში, ჩაქვსა და მახინჯაურში, რითაც დღეს ბავშვები იქ სკოლებამდე მისასვლელად სარგებლობენ. ყველგან, სადაც კი ხე ამოითხარა, მოხდა ლანდშაფტის აღდგენა, ხეების დარგვა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. დარიგდა კომპენსაციები, ნაცმედიაც დადუმდა, თუმცა ასობით ტყუილი და ბრალდება არ გაუსწორებია. შესაბამისად, მის მაყურებელს შესაძლოა დღემდე სიმართლე ჰგონია. ოპოზიცია გადაიქცა არა ქართული ოცნების სახელმწიფოს ოპოზიცია და არამედ ზოგადად ყველაფერი ქართული საქართველოს ოპოზიცია, ცოტა უცნაური ადამიანები, რომლებიც ასევე ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, არ აღიარებენ, არ ამინდებენ დაინახონ ის სიკეთეები, რასაც აკეთებს ერთის მხრივ სახელმწიფო, მეორე მხრივ რასაც აკეთებს ბანკი ქართულ. აჰა, წავედით. თითოეული ასეთი პროექტი იმის გარდა, რომ მნახველების რეკრეაციას ემსახურება, ადგილობრივების შემოსავლის წყაროც ხდება, რომელთა სერვისსა და პროდუქტს ტურისტები ყიდულობენ. აი ურეკში მაგალითად არა იყო ჭაობი, მივარდნილი ადამი, სადაც კოღო, მალერია, ეხლა წარმოუდგენელი რამ არის. ეს არის ისეთი რამე, რომ აი მოაწესრიგო იდეალურად ტურიზმისთვის, ვიზუალურად და ნებისმიერი მემართულებით. თავისუფალი დაშვება ველოსიპედით, ისე რომ არც ავტომობილები გაფერხებს და არც გამვლელები. ირგვლივ კი საოცარი ხედები და ბუნება. ეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ერთი ტურისტული ინფრასტრუქტურაა. გიგანტური პროექტის ერთი ნაწილი, რომელიც ფონდმა ქართუმ 10 მილიონი დოლარით დააფინანსა. ბუნებრივად შენარჩუნებული და ხელუხლებელი ადგილი, სადაც შექმნილია ველობილიკის ინფრასტრუქტურა, სადაც შექმნილია ბილიკები, ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ადაპტირებული ბილიკები. კულტურაც მათ შორის ცხოვრების და რეკრეაციულ სივრცეებთან
სივრცეებში ცხოვრების კულტურა, ასვენების კულტურა ზოგადად გვირდება და ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად შაბათ-კვირას ყველა თაობის ადამიანები არიან თბილისში, დიდ პარკებში, მუნიციპალური სკვერები. მოდით რა სილამაზე განახოთ. ეს გახლავთ აფხაზეთის ღიღილო, აფხაზური ღიღილო, ენდემი კავკასიის. მარწყვის ხე ხო საერთოდ ულამაზესი ხეა, ულამაზესია, რაღაც პატარ ძალივით არის მორთული. ყველაზე ასე ვთქვათ, ლამაზი, წარმოსადეგი, თანაც მისი ნაყოფები იჭმევა, ზოგი მურაბას ხარჩავდა თურმე ლიტერატურაში ვკითხულობ. და არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის მცენარეები გადაარჩინა ფონდმა ქართულ, არამედ სამეცნიერო ცოდნაც, რაც მის პერსონალს მოხვება. 90-იანებიდან მოყოლებული ფონდი მათ ფინანსურ მხარდაჭერას ეწეოდა, თბილისშიც და ბათუმშიც. მაშინ სახელმწიფოს არ ქონდა ამის შესაბამისი რესურსი, უზრუნველყო ის, რომ დარგის სპეციალისტები, რომლებიც პრაქტიკულად უნიკალურ ცოდნას ფლობენ, დღეს შენარჩუნებულია ორივე პარკში. მანამ ცოცხალი ვარ და მანამ ფეხზე ვდგევარ, მინდა რომ ვიყო ბაღში და არ წავიდე. აი შაბათი კვირა ჩემთვის არის ტანჯვა. ერთი სული მაქვს, რომ ისმოვალ ბაღში. ბოტანიკური ბაღის ეს მემატიანეები მცენარეების გარდა ისტორიასაც იცავენ. თუ ესტუმრებით მოგიყვებიან, რომ დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მე-17-18 საუკუნეებში სამი სამეფო ბაღი იყო გაჩენებული. ქართველი მეფეების შემდეგ მათზე ზრუნვა კავკასიის მეფის ნაცვალმა ვორონცოვმა განაგრძო. გერმანიიდან ჩამოიყვანა ლანდშაფტის დიზაინერები, მოაწყო სარწყავი სისტემა, ორანჟერეები. მე-19 საუკუნეში თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო. ისტორია, რომელიც ივანიშვილის მეოხებით ისევ გრძელდება და არა მხოლოდ ისტორია. თბილისში ხდება მასიურად მწვანე ნარგავების ხმობის პროცესი არის დაწყებული, ეს უნდა გაჩერდეს და ჩვენ თბილისს უნდა დაუბრუნდეს ის იერსახე, რომელიც მასწავლების განმავლობაში გააჩნდა. პანდემიის დროსაც კი არ გაჩერებულა ფონდი ქართულ და უმსხვილესი ეკოლოგიური პროექტი, თბილისის урბანული ტყის გაშენება დაიწყო. თითქმის სულზე მიუსწარით, რომ არ წასულიყო თლათ ვარესი მდგომარეობა არ შექმნილიყო და გადაგვერჩინა ეს ტერიტორია. ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთება, რომ ჩვენმა მომავალმა იცხოვროს სუფთა გარემოში, ჯანსაღ გარემოში. პროექტზე უკვე 18 მილიონია დახარჯული და ჯერაც გრძელდება. ის ნარიყალადან ბაგებამდე 700 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე 9 მილიონი ხის დარგვას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ჯამში 45 კილომეტრის სიგრძის ბილიკები ეწყობა. გაკეთდა ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თბილისელებისათვის საყვარელი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი, რომელიც მთაწმინდას, მთაწმინდის პარკს, მთაწმინდის ქედს, ბულბულების ჭალასა და კუსტბას ერთმანეთთან აკავშირებს. სერპანტინების საფეხურები ყველა ის საბაზისო აუცილებელი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი ბილიკზე, რაც მის გავლას სასიამოვნოს და სასურველს ხდის თითქმის ყველა ასაკის ადამიანისათვის. პროექტში ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტებიც არიან ჩართული. And this is a really exciting. განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის ნარიყალას ქედი, სადაც გავაშენებთ ადგილობრივ ეკოსისტემას მორგებულ მცენარეებს. ასევე დეკორატიულებს ისეთი გრადაციით, რომ ყოველ სეზონზე მათი ერთი ჯგუფი ყვაოდეს. შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში ქედზე ფერთა გამა იქნება წარმოდგენილი. ასევე საინტერესოა, რომ ამ პროექტით ცოლოლაკი ბოტანიკურ ბაღს დაუკავშირდება და ორი უბნის რესურსებს გააერთიანებს. რაც ყველაზე მთავარია, ტყეების განვითარება, იცით თქვენ, რომ იგივე დედაქალაქში, ბათუმში ტყეებს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და რომ არა ფონდი ქართულს დახმარება და მხარდაჭერა, ხოლო ფინანსურზე არ არის საუბარი, მათ შორის შესაბამისი სპეციალისტების მოძიება, ჩართულობა, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. და ესეც არ არის ყველაფერი. თბილისის урბანულ ტყეში დაიდებს ბინას ფონდ ქართულს კიდევ ერთი პროექტი. ფრინველის საშენში გამოყვანილი ხოხობი, კაკაბი და მწყერი. ჩვენი გუნდის მიერ განცხადებული კონცეფცია მოიცავს კონსერვაციასა და ბუნებაში მინიმალურ ჩარევას, რათა შენარჩუნდეს ბუნებრივი გარემო, რომელიც წარმოუდგენელია ტყის ბინადრების გარეშე. ამ ეტაპზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ხდება ხოხბისა და კაკბის გაშვება აღნიშნულ ტერიტორიაზე. რისთვისაც პროგრამის განმავლობაში ვხდით ქართულ ფონდს და ბატონ ბიგინა ივანიშვილის შორის. თუ რამდენიმე წლის წინ ფერდობზე ვეთრად ჩანდა და ეტყობოდა ქალაქიდან თბილისიდან აი ეს გამხმარი ნარგავები, დღეს ესეთი სურათი უკვე არ აგვაქვს. ეს არის
ქალაქი და უკვე ქალაქის ცენტრში ექცევა ეს ყველაფერი. ეს არის ქალაქის სასიცოცხლო არტერია, როგორც კლიმატის, როგორც ჰაერის და ასევე ბიომრავალფეროვნებისთვისაც, იმიტომ რომ ეს ქედი არის გარეული ფრინველების მიგრაციის ზოლი და კლიმატისთვის კიდე წარმოუდგენელი. ალბათ იშვიათია მსოფლიოში მსგავსი ადგილები, რომ ასეთი შესაძლებლობა ქონდეს ქალაქს და დედაქალაქს. ადამიანებს, რომელსაც მართლა ერთი ხია დაურგავთ და ერთი კარგი საქმე არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, ქილიკობენ ამ პროექტებზე, თუმცა რა ვქნათ, ასეთია ალბათ გამოხედი ადამიანების ბედი, თქვენიც რომ ბიზნეს ივანიშვილის ნაკლები ქონება არ აქვს, მათ შორის სხვა ბიზნესმენებს, იმ ადამიანებს, ვინც ახლა დღეს ოპოზიციაში არიან, თუმცა იშვიათად შეიძლება მათი გაკეთებული კეთილი საქმეები ან ქველმოქმედებები უნდა გაიხსენოს. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელიც ამ და უამრავი სხვა პროექტის მიღმა დგას, რომელმაც აღაშენა და გადაარჩინა ქართული ეკლესია მონასტრები, ქართული ხუროთმოძღვრება, ისტორია, კულტურა, სპორტი, განავითარა ინფრასტრუქტურა, Deep State-მა ქვეყნის მტრობის ბრალდებით დაასანქცირა. და რას აფინანსებდა თავად Deep State-ი თავის მეცენატი USAID-ითა და Soros-ის ფონდით. ყველა შესაძლო უბედურებას, ქაოსს, ეპიდემიებსა და გადატრიალებებს, მათ შორის საქართველოშიც, რაც პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით სულ უფრო მეტად ხდება ნათელი. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა USAID-ისგან $260 მილიონი მიიღო, რათა მთელ რიგ ქვეყნებში ქაოსი და გადატრიალება მოეწყო, მაგალითად ინდოეთში, ბანგლადეშში, შრი-ლანკასა და უკრაინაში. ილონ მასკმა ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარა. გამოამზეურა USAID-ის კატასტროფული საქმეები, რაზეც $100 მილიონი იხარჯებოდა და ერიცხებოდათ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უნდა მიეღოთ ამერიკული დაფინანსება. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მამასაც მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. სენატორმა ნაც აქტივისტის ფოტო გამოდა, რომელსაც ხელში ტრამპის გამოსახულება უჭირავს. თითქოს ვინმეს არ ახსოვს, როგორ ლანძღავდა ტრამპს ნაცმოძრაობა. ისე კი ტრამპის გამოსახულება თუნდაც მაისურზე სალომე ზურაბიშვილსაც სჭირდება, რადგან ინაუგურაციაზე ტელევიზორთან 30-ე რიგში მჯდარი ტრამპმა აშკარად ვერ შენიშნა. ხო რამდენი გადაგიხადეს? არ გადაგიხადეს? თეში არ მოგაქვთ ხოლმე თუ გერიცხება თქვენ? მოგალად.